მშობლების უმეტესობა შვილს სასკოლოდ ამზადებს როგორ? ედულობს ჩანთას, წიგნებს, მეულებს, სასკოლო ფორმას. მაგრამ მშობლების უმეტესობას აზრადაც არ მოსდის, რომ ბავშვის ორგანიზმიც მომზადებული უნდა შეხვდეს იმ გონებრივ დატვირთვას, რაც მას წინ ელოდება. ჩემი რჩევა იქნება, რომ შვილები სასკოლოდ მოამზადოთ არა მხოლოდ მატერიალური ნივთებით, არამედ იზრუნეთ მათ ჯანმრთელობაზე, რადგან მათ წინ ელოდება ხანგრძლივი ერთი წელი. პირველ რიგში ჩააბარეთ შემდეგი ანალიზები. სისხლის საერთო ანალიზი, ვიტამინი D და ფოლიუმის მჟავა. D ვიტამინი აუცილებელია ძვლების ნორმალური ზრდის პროცესისთვის. ფოლიუმის მჟავა კი ინფორმაციის ათვისებაში გვეხმარება. შეამოწმეთ ასევე რკინა და ფერიტინი. რკინა აუცილებელია ჟანგბადის მოლეკულის გადასატანად. და ბოლოს აუცილებლად გარდა ამ ვიტამინებისა სასურველია მოზარდ ორგანიზმს მივაწოდოთ ვიტამინი C და ომეგა-3. მე ვარ ია გორგილაძე, ექიმი, ნუტრიციოლოგი. დაგეხმარები შეურჩიო შენ შვილს საჭირო და აუცილებელი ვიტამინები და მინერალები და შეუდგინო ჯანსაღი კვების რაციონი. ონლაინ კონსულტაციაზე ჩასაწერად დამიკავშირდით პირად შეთხოვინებაში.